როგორც ახლა ინფორმაციები ვრცელდება და რა ინსაიდერული, გარკვეული ეს ინფორმაციები ჟონავს, რუსეთის მოთხოვნა არის შემდეგი. პირველი, ეს არის პოლიტიკური მოთხოვნა, რაც ეხება ნატოს სტატუსს. ანუ რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინა გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო და დეკლარირებულად უკრაინამ გამოაცხადოს, რომ ის არ აპირებს ნატოში ინტეგრაციას. ეს არის ერთი მოთხოვნა. მეორე მოთხოვნა, რაც ეხება უკვე ტერიტორიულ პრეტენზიებს. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის 4 ოლქი ყირიმის გარდა, ყირიმის ართული, საუბარია ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, რუსეთმა საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა და კონსტიტუციაშიც ასახა. ანუ არა მარტო ოკუპაცია მოახდინა, ანექსიაც მოახდინა. და რუსეთი ამ ტერიტორიებს მაგ რაიონული ოლქების საზღვრებში თვლის თავის სუვერენულ ტერიტორიად. თუმცა უკრაინა და დანარჩენი მსოფლიო ამ ანექსიის ფაქტს არ აღიარებს და აი ამ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით ამ საკითხზე ვაჭრობა. თავიდან რუსები ითხოვდნენ 4-ვე ოლქს, ჩვენ ვიცით რომ აი რუკა რო გავხსნათ. შეგვიძლია გახსნილი მაქვს რუკა შეგვიძლია გამოვიტანოთ. დავიწყოთ მაგალითად ლუგანსკის ოლქით. ანუ აი ეს გამოვიტანოთ რუკა თუ შეიძლება ეკრანზე. ანუ 4 ოლქი არის აი შემდეგ ერთი აი ეს ლუგანსკის ოლქი, მეორე არის აი ეს დონეცკის ოლქი, აი დონეცკის ოლქი სრულად არ არის დაკავებული რუსების მიერ, აი ეს მცირე უფრო მუქად გაფერადებული, მუქ ლურჯად გაფერადებული ნაწილი არის. დარჩენილი, რომელიც არ დაუკავებია, ეს არის ზაპოროჟიეს ოლქი, რომელიც არის აი აგერ ლურჯად დარჩენილი ნაწილი არის. მანდაც 1/3-ია დაახლოებით დარჩენილი. დარჩენილი და აი აქ არის ხერსონის ოლქი, რომლის აი ეს ნაწილი, ლურჯად გაფერადებული ნაწილი არის უკრაინელების ხელში. ეს ხერსონის ოლქის ეს ლურჯად გაფერადებული ნაწილი არის მდინარე დნეპრის მარჯვენა მხარეს. და ამისი აღება, ფიზიკური შეტევით იქნება ძალიან. ხო და თავიდან რუსები ითხოვდნენ 4-ვე ოლქს, ლუგანსკის ოლქი მთლიანად რუსების ხელშია, მაგრამ როგორც აგერ შენახა უკვე აღნიშნე, დონეცკის დაახლოებით 30%. აი ეს არის დარჩენილი ნაწილი არის მათ ხელში, რა ქვია, რუსების ხელში. აი ამ ნაწილს აქვს მიდის ახლა ბრძოლა, თავარი საბრძოლო. ასევე ზაპოროჟიეს დაახლოებით 30% და ხერსონის დაახლოებით 25% არის უკრაინელების კონტროლ ქვეშ. თავიდან რუსები ითხოვდნენ 4-ვე ოლქს, მერე მოლაპარაკებების შედეგად მოხდა კორექტირება და ეხლა საბოლოო ჯამში, როგორც ირკვევა, რუსები თანახმანი არიან, რომ აი ეს ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილი, რაც უკრაინელების კონტროლ ქვეშ არის, უკრაინელების ხელში დარჩეს, მაგრამ დონეცკის ოლქი, აი ეს დარჩენილი ტერიტორია, მან რამოდენიმე ქალაქი დარჩა რუსებისთვის ასაღები, აი სლავიანსკი, კრამატორსკი, დრუჟოვკა და კონსტანტინოპოლი. აი ეს ქალაქები და აი ეს ტერიტორია, აქ საუბარია დაახლოებით 8000 კვადრატულ კილომეტრზე, ანუ ჩვენთვის რომ მასშტაბები გავიგოთ, აი აფხაზეთის ზომის ტერიტორია. რუსები ითხოვენ ამ ტერიტორიის დათმობას. სხვათა შორის საინტერესო ასპექტი არის, არ ვიცი ჩვენ შეგვიძლია თუ არა ვაჩვენოთ, რომ ეს პრესკონფერენცია რო დაიწყო ტრამპი და ზელენსკი რო საუბრობდნენ, ოვალურ ოფისში იდგა საკმაოდ დიდი სტენდი უკრაინის რუკით, სადაც ზუსტად ახლა რა რუკასაც ჩვენ ვაჩვენებთ, ეგ რუკა იყო წარმოდგენილი და აწერია კიდევაც და ეს შეგვიძლია რომ გამოვიტანოთ. აწერია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის რუკა, ესე იგი 17 აგვისტოს მდგომარეობით და იქ ჩანს მათ შორის ეს გარღვევა დონეცკის ოლქში, რაზეც საკმაოდ დიდი დავა მიდიოდა ბოლო რამდენიმე დღე. უკრაინელები ამბობდნენ, რომ მაგ გარღვევის ლიკვიდირება მოხდა, რუსები მაგას უარყოფდნენ, ყოველ შემთხვევაში ამ რუკაზე ეგ
გარღვევა ისევ ჩანს და როგორც ჩანს, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ამ რუკაზე რაღაცების ახსნა უნდა მოხდეს ამ მოლაპარაკების შედეგად. მოდი ახლა რას ვიზამცით? ჩემ პროგნოზს გავაკეთებ. დავამატებ, ზელენსკის სხვათა შორის ჟურნალისტებმა შეეკითხნენ, დათმობ თუ არა ტერიტორიებს. ანუ ასეთი არჩევანის შემთხვევაში რას გადაწყვეტილებას მიიღებ აი ამ შეთანხმების დროსო არჩევანი რო გქონდეს, გააგრძელო ომი და დაიხოცოს შენი ხალხი თუ დათმო ტერიტორიები. ხო, დათმო ტერიტორიებიო, რაზეც თავი არის. ხო და აი ახლა სანამ ეს YouTube-ის პრობლემა იყო და ჩვენ რო ამ ყველაფერს უყურებდით და ვთათბირობდით, ცოტა ჩვენი აზრები გაიყო. იმიტომ რომ ერთის მხრივ ტრამპი ძალიან თავდაჯერებული ჩანს, ისე იქცევა რომ ჩათვალე ჯიბეში უდევს გარანტირებულად ეს შეთანხმება. მეორე მხრივ ზელენსკის ფსიქოტიპიდან გამომდინარე ამ წლების მანძილზე ომის რაც ვაკვირდები, ნახეთ, მე მაგალითად მგონია რომ ზელენსკი დონეცკის ოლქიდან ჯარების გაყვანაზე არ დათანხმდება. მე ეგეთი მოლოდინი მაქვს. რაზეც ტრამპს მერე საკმაოდ ხისტი რეაქცია ექნება. მე ვიტყვი, მე როგორ წარმომიდგენია ხა, ანუ სინამდვილეში ჩვენ ეს საკითხი, ამ საკითხის განხილვისას უნდა შევხედოთ სამივე სუბიექტის თვალებიდან და ინტერესებიდან. ხო, აი უკრაინელები როგორ აღიქვავენ ამ კონფიგურაციას, ამერიკელები და რუსები როგორ აღიქვავენ. ხო? უკრაინელებისთვის ეს არის, ანუ დონეცკის ეს დარჩენილი ოლქი რო დათმონ. ამას აქვს ორი პრაქტიკული შედეგი. პირველი სუბთა პოლიტიკური და მორალური, ანუ უბრძოლველად უნდა დათმო ტერიტორია, რაც არ არის მარტივი, ხო? პლუს ზელენსკისთვის ეს იქნება ბოლო ლუსმარი მის პოლიტიკურ კარიერაში, ხო? ისედაც მისი პოლიტიკური მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აი ამ ასეთ საკითხზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მით უმეტეს ის ძალიან დიდ ასე ვთქვათ, თავდასხმის ობიექტი გახდება შიგნით უკრაინულ საზოგადოებაში. ეს ერთი. და არსებობს მეორე პრაქტიკული ასპექტი, ასევე უკრაინელების პერსპექტივიდან, ეს ტერიტორია ძალიან გამაგრებულია, მართლაც, აი რო შეხედავ რუკაზე, ერთ-ერთი ყველაზე გამაგრებული ტერიტორია არის მთელ ფრონტზე. 11 წლის განმავლობაში უკრაინელები 2014 წლიდან ამ ტერიტორიებს ამაგრებდნენ და რელიეფიც ძალიან მომგებიანია, საკმაოდ ისეთი საკმაოდ სიმაღლეებია, ტერიკონებია, ანუ ისეთი ტერიტორია, რომლის დაცვა ქალაქებია. ხო, თან ეგ დამატებით, მით უმეტეს მთლიანად ქალაქების აგლომერაცია, რომელიც ბუნებრივ ინდუსტრიული ზონები, რომელიც როგორც წესი ყველაზე ისეთი ციხესიმაგრებად იწევა ხოლმე უკრაინელებს. იმის იქით არც არის ქალაქი დნეპრამდე, სხვილი ქალაქი არც არის. პავლოგრადს თუ არ ჩავშლით, რომელიც თუ არ ვწდები 80-90,000 კაციანი ქალაქი. ანუ დნეპრამდე მერე მოდის სტეპი და სხვილი ეგეთი აგლომერაციები არ ხვდება, რაც რუსეთს მომავალში საშუალებას მისცემს იმას, რომ თუ ეს საბრძოლო მოქმედებები განახლდება, უფრო მარტივად მივა იმ დნეპრამდე. ეს არის უკრაინელების პერსპექტივიდან დანახული საკითხი. ეხლა მოდით შევხედოთ რუსების პერსპექტივიდან, ხო? ნუ რუსეთი თulis რომ ამ ტერიტორიებს ადრე თუ გვიან ისედაც აიღებს და არის ამაში სიმართლის მარცვალი, მართლაც ეხლა მაგ ტერიტორიის დაცვა გრძელვადიან პერსპექტივაში. კიდე ერთი რომ გაგრძელდეს ომი, ერთ წელიწადში მე მგონია უფრო მალე, მაგრამ ერთ წელიწადში რუსები სავარაუდოდ ამ ტემპით თუ გაგრძელდა, მთლიანად დონეცკის ოლქს აიღებენ. და რუსები თვლიან, რომ ნუ რაც ისედაც რისი აღება შეგვიძლია და უბრალოდ ამერიკა რუსეთის კონტექსტში გვჭირდება სამშვიდობო შეთანხმება და ამიტომ ვთმობთ ამას, ამ ზაპოროჟიეს დანარჩენ ტერიტორიას და ხერსონის ოლქს, ნუ ეს არის რუსების გადმოსახედიდან ერთგვარად, აი რაღაც კომპრომისი.
ეხლა მოდი შევხედოთ ამერიკელების თვალსაზრისით, ან ამერიკელების პერსპექტივით. მით უმეტეს ტრამპის თვალიდან, ხო? ტრამპს აქვს ორი ამოცანა. პირველი ეს არის დიდი მსხვილი გეოპოლიტიკური მასშტაბის ამოცანა, რუსეთი უნდა გამოგლიჯოს ჩინეთს და არაერთხელ უსაუბრია მას ამასთან დაკავშირებით და ჩვენი გადაცემის ფარგლებშიც ხშირად კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით მოგვიყვანია ჩვენ მაგალითები, აი რატომ ჭირდება რუსეთი ამერიკას, მით უმეტეს ტრამპის ამერიკას, იზოლაციონისტურ ამერიკას, რომელიც ეხა ძალიან ისეთ ინტენსიურ სავაჭრო ომში არის შესული ჩინეთთან და ტრამპს სასიცოცხლოდ ჭირდება ან მეგობრული რუსეთი მის მიმართ, ან ნეიტრალური რუსეთი. ტრამპს არავითარ შემთხვევაში არ ჭირდება ჩინეთთან კონფრონტაციაში რუსულ-ჩინური ალიანსი, ხო, რომელსაც დიდი ალბათობით ამერიკა ვერაფერს ვერ ჯერ კიდე ცივი ომის დროს ჰენრი კისინჯერი წერდა, რომ თუ რამე შეიძლება ამერიკისთვის გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოს, ეს არის ჩინეთის და რუსეთის, ანუ მაშინდელი საბჭოთა კავშირის ალიანსი და ნომერ პირველი ამოცანა საგარეო პოლიტიკაში არის, ეგ არ დავუშვათო და ნუ ბაიდენმა ეგ შეძლო, მოახერხა. სხვათა შორის, აი პუტინის შემდეგ ტრამპს ჰქონდა ინტერვიუ Fox News-თან, სადაც ასევე ღიად ილაპარაკა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამერიკა არ უნდა დაუშვას ჩინურ-რუსული ალიანსი და დიდი სისულელე იყო წინა ადმინისტრაციის დროს, როდესაც ლამის ეს ალიანსი შედგა. და ეხლა უყურე ტრამპის პერსპექტივით. ანუ რანხელა გეოპოლიტიკური გლობალური მასშტაბის პერსპექტივა აქვს, რომ დაალაგდეს რუსეთთან, იმას არც გულისხმობ, რომ ხა ტრამპს პიროვნულად პერსონალურად ჭირდება იქ ნობელის მშვიდობის დარგში პრემია, მშვიდობის ყოფილის მანტია რომ მოისხას და ის თავისი ასე ვთქვათ ეგოც რომ დაიკმაყოფილოს, პლუს ეგრევე ეტყობა ტრამპს, რომ გარკვეული პერსონალური სიმპათიები გააჩნია პუტინისადმი, პლუს ის უმსხვილესი სავაჭრო ეკონომიკური შესაძლო ინტერესები და კონტრაქტები, რომელიც შეიძლება გაფორმდეს რუსეთთან არქტიკის მასშტაბით, თავად რუსეთის მასშტაბით და ეხლა რამხელა პერსპექტივები ჩამოვაყალიბე და ამას აშორებს 8000 კვადრატული კილომეტრი დონეცკის ოლქში სხვისი ტერიტორია, რომელსაც ადრე თუ გვიან რუსეთი ისედაც აიღებს. აი ეხლა მანდ ჩდება ეგეთი დილემა. ერთი მხრივ ზელენსკი, რომელიც ეხლა მაგას ხელს თუ მოაწერს, უკრაინაში, თავის ქვეყანაში მისი პოლიტიკური კარიერა დამთავრდა კი არა, არ ვიცი, შეიძლება სამხედროები აუჯანყდნენ, ისეთი რაღაცა არის. ანუ ხელი რომ მოაწეროს, თლად არა ვარ დარწმუნებული, რომ იქ რო გასცეს ეგეთი ბრძანება, თლად კარგად ჩაივლის. ეგ ერთი მხარე. მეორე მხრივ ტრამპი, რომელიც ეგრე აყენებს საკითხს, რომ მე პუტინთან ვილაპარაკე. და ეხლა თან არაერთხელ გაჟღერდა, რომ ტერიტორიების ჩვენ ამაზე რატო საუბრობთ? ჩვენ ზუსტად არ ვიცით იქ რაზე მიდის მოლაპარაკება, მაგრამ ტერიტორიების გაცვლის თემა ტრამპმა გააჟღერა და იმიტომ საუბრობთ ამაზე, ხო? ეხლა არის სერიოზული დილემა. მე რატო არ მგონია, რომ ეხლა ეს მოლაპარაკება შედგება? სხვათა შორის ეხლა გავრცელდა ეგეთი ინფორმაცია, ოღონდ რამდენად სწორია, არ ვიცი. ანუ ამერიკულ პრესაში ჟურნალს ეგეთი ინფორმაცია, რომ მოლაპარაკების შემდეგ ტრამპის და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია არ იგეგმებაო. ანუ როგორც ჩანს მარტო გამოვა ტრამპი და მარტო ისაუბრებს, ხო? ეგეც ცოტა ჩემი აზრით ცოტა იმაზე მიანიშნებს, რომ შეიძლება თლად ვერ დაალაგდეთ. არ ვიცით, ეხლა ჩვენ მართლა უბრალოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია ამ ყველაფერზე. მოდი ასე ვთქვათ, აი მე ჩემს ვიტყვი რა. რა პირობებიც არის კონტურები გამოიკვეთა და რა პირობებზეც რუსეთი და ამერიკა პოზიტიურ სცენარად საუბრობენ, ხო? ეგ უკრაინისთვის არის ძალიან ცუდი სცენარი. უკრაინის შემთხვევაში ეგ არის სრული წაგება. შესაბამისად, ძნელია იმის ვარაუდი, რომ ეხა უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც სიამოვნებაში სულ სხვა შედეგს
პირდებოდა ხალხს, რომ სულ სხვა შედეგის მოლოდინი იყო, ხო? ეხლა საკითხის ისე დაყენება, რომ არც გარანტიები, არც ნატოში გაწევრია. ნატო არ იქნება ტერიტორია დაიკარგა. უბრალოდ ტერიტორიები იკარგება. ანუ ხელი უნდა მოაწეროს რას? კაპიტულაციის ფორმა. უბრალოდ დაიკარგა ტერიტორიები. მე არაფერი დამაბალანსებელი სხვა არ კი, მაგრამ მანდ არის ერთი მაგრამ. ნახე, აი დაუშვათ მაგაზე ვიტკოფმა თქვა ბოდიში და მე ვიტყვი, აი შენ რასაც ამბობ, საპირწონეთ რა დევს აქეთ. ანუ მან საკითხი დგება ასე. კი ბატონო, ძალიან ძიმე სურათია. კი ბატონო, რუსეთი თუ გაიფორმებს ნატოში არ შესვლას უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს დონეცკის ტერიტორიას და სინამდვილეში არანაირი გარანტიები არ იქნება უკრაინის უსაფრთხოების გასაგები, რომ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დადო და მომავალში განახლება. განწირულია უკრაინა განახლებისთვის, მაგრამ ეხლა საკითხი დადგება ეგრე. აი არ თანხდები? აი ძალიან მალე შეგვიძლია ჩვენი მაგალითად სადაზვერო ინფორმაციის შეჩერებით მიდიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, რომ დონეცკს დაკარგავ და მე ზაპოროჟიეზე ვილაპარაკებ. აი როგორ იცი, აი ზამთარში ვილაპარაკებ ზაპოროჟიეზე და ეგ ანუ წაგება ოღონდ აი როგორ იცი, ეს რო 2 წელიწადში მოხდა. აი არგუმენტი იქნებოდა, მან რო არ არსებობდეს ერთი მაგრამ. ეგ გულისხმობს, რომ ზელენსკი თავის და უკრაინის ინტერესებს აიგივებს. მაგრამ თუ დაუშვებთ, რომ ზელენსკი აქ პირადი πολιτიკური ინტერესებიდან გამოდის და არა იქიდან რა დაემართება უკრაინას, მაშინ როგორი არჩევანი დგება, იცი? უკრაინა მეტ ტერიტორიას დაკარგავს და მეტი ხალხი მოკვდება, მაგრამ ზელენსკი უფრო დიდი პრეზიდენტი მნიშვნელოვანი. ეგ კი ბატონო, ზელენსკის ფაქტორი პირადი ინტერესები, ეგ კი ბატონო, უბრალოდ ჩვენ თუ აქ ვმსჯელობთ უკრაინის საზოგადოებაში, სოფლიოს საზოგადოებაში, რომელიც ამ ომზე იქნება მსჯელობის კონცენტრირებაზე. აი მანდ რა არგუმენტი რას გადაწონის? ძალიან მალე შეუძლია ამერიკას მოუხდენოს იმის დემონსტრაცია, რომ ცოტა სხვაგან ეგ ძალიან მალე შეუძლია. აქედან მინდა რომ გადავიდე მე ეგეთ მოვლენაზე, რომ რა უსწრებდა წინ ამ კონკრეტულ შეთავაზებას უკრაინისთვის. მნიშვნელოვანია განვიხილოთ, რომ უკრაინას აქამდე აი გლობალურად ისე ბევრი მოლაპარაკებები კი იყო, მაგრამ ორი შეთავაზება ჰქონდა. ერთი იყო მინსკი 2-ის მოლაპარაკებები თავიდან რომ დაიწყო ეგ კონფლიქტი, სადაც უკრაინულმა მხარემ და რუსულმა მხარემ ევროპელების შუამავლობით მოაწერეს ხელი რას? ლუგანსკი და დონეცკი იმ დანარჩენ ოლქებზე საერთოდ საუბარი არ იყო. რჩებოდა უკრაინის შემადგენლობაში. რო ვაჩვენოთ ისე რუკაზე კაი იქნება, იმიტომ რომ უფრო აღიქოს ხალხი. არა, მაშინ ამ ხელა არც იყო. არა, იყო. მაშინ მთლიანად ყველაფერი, მაშინ იყო აი ყირიმის გარდა ყველაფერი ხა წითლად რაც არის, რჩებოდა უკრაინის შემადგენლობაში. ყველაფერი რჩებოდა ყირიმის გარდა უკრაინის შემადგენლობაში, მაგ ოლქებისთვის რუსები ითხოვდნენ ავტონომიის სტატუსს და რუსული ენის დაცვის გარანტიებს და რაც თავარია ითხოვდნენ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს. ანუ უკრაინა რო ნატოში არ კი, ანუ ნატოში ნუ შეხვალთ და ამ რეგიონებს მიეცით ავტონომია. აი ეს იყო მინსკი 2-ის შეთანხმება, რომელიც უკრაინელებმა არ შეასრულეს და უბრალოდ უკრაინელებმა კი არ შეასრულეს. ანგელა მერკელმა, რომელიც მაშინ იყო გერმანიის კანცლერი, როცა უკვე აღარ იყო კანცლერი, სხვათა შორის ეგეთი რაღაც გააჟღერა, რომ ჩვენო ვიცოდით, რომ ეგ შეთანხმება არ შესრულდებოდა, მაგრამ უკრაინისთვის დრო მოვიგეთო. ანუ ოფიციალურად ეგ გააჟღერა რა და მერე როდესაც ეს ომი იწყებოდა, სანამ დაიწყებოდა ეს ომი, რუსებმა თქვეს, რომ მოგვეცით გარანტია, რომ უკრაინა არ შევა ნატოში, თუ არა და სამხედრო ძალით გადავჭრით მაგ პრობლემას. ეგ გარანტია არ მიცეს ამერიკელებმა. ამერიკელებს მაშინ რო თქვათ, რომ არ გახდება უკრაინა ნატოს წევრი, ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა ზუსტად მაგაზე იყო, ანუ ტრამპი პუტინის შეხვედრა რო იყო, პუტინმა რო თქვა, რომ დიდი ალბათობით ტრამპი რო ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს ომი არ მოხდებოდა, ზუსტად მაგიტო არ მოხდებოდა, რომ ტრამპი არ გააპრობლემებდა მაგას, ისედაც არ თulis, რომ უკრაინა ნატოსში უნდა იყოს. და
როდესაც დაიწყო ომი, აი მაგალითად მთელი პროდასალური ფლანგი ჩვენ მიმართ რითი გვიტყვის რა, რომ თქვენ რაღაცა 3 დღეში კიევი დაეცემოდა რომ ამბობდით და ბიჭო, ჯერთი არ გვითქვია რომ 3 დღეში კიევი დაეცემოდა. ჩვენ რასაც ვამბობდით, რომ კვირეების თემა ეგომი რომ მოსწეს. აი ეგ მართლა რაც ვამბობდით და რატო ვამბობდით? მართლა ომის დაწყებიდან 1 წლში, ანუ 4 კვირაში, სტამბულში კი ბატონო, სტამბულში შეხვდნენ და მოლაპარაკება მიდიოდა იმაზე, რომ ბევრად უკეთეს პირობებზე, რაც ახლა არის, შეთანხმებული იყვნენ, მაგრამ ჩაიშალა.